ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის გამო გაჩნდა კითხვა. შეასუსტებს თუ არა ირანზე ზეწოლა რუსეთის შესაძლებლობას გააგრძელოს უკრაინაზე მასშტაბური შეტევები. რუსეთი წლების განმავლობაში აქტიურად იყენებს ირანული დიზაინის კამიკაძე დრონებს უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ეტაპზე ირანის შიდა ან საგარეო კრიზისი რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე უმნიშვნელო გავლენას იქონიებს. თავდაპირველად ირანი პირდაპირ აწვდიდა დრონებს რუსეთს. თუმცა 2023 წლიდან მოსკოვმა ირანის ტექნიკური დახმარებით ადგილობრივი წარმოება დაიწყო. მხოლოდ 2025 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შაჰედის ტიპის 54500-ზე მეტი უპილოტო აპარატი გამოიყენა, მათ შორის 32200 დარტყმითი დრონი. ამასთან 2025 წლის ბოლოს რუსეთმა დაიწყო მოდერნიზებული ვერსიების გერან 4-ისა და გერან 5-ის გამოცდაც. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ შაჰედის ტექნოლოგია ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდა და დღეს უკვე შეუძლია ეგრეთ წოდებული დედა დრონის ფუნქციის შესრულება, სხვა მცირე უპილოტოების ტრანსპორტირებით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის დრონების სპეციალისტები გაგზავნოს თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერები რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობა შეძლებენ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით დაგეგმილი რუსეთთან სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რომელიც ამ კვირაში უნდა გაიმართოს, არ გაუქმებულა ირანზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ მიტანილი იერიშებისა და თეირანის საპასუხო დარტყმების მიუხედავად, რომლებმაც კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში ამერიკული სამიზნეები დააზიანა. მოლაპარაკებები 5-6 მარტს აბუ-დაბიში იყო დაგეგმილი, თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა თურქეთში ან შვეიცარიაში შეიძლება გაიმართოს. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უკრაინაში ვიზიტის მოწვევა მიიღო და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა მესამე ქვეყნის ნაცვლად უკრაინის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს. ახლო აღმოსავლეთს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვს. თუ ისინი რუსეთს უბიძგებენ ცეცხლის შეწყვიტოს, 1 ან 2 თვის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ ჩვენი სპეციალისტები სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად. სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა გაიმართოს ამ თვის 5-დან 9 მარტამდე. პრინციპში მოლაპარაკებების ჩატარება აბუ-დაბიში გვქონდა დაგეგმილი. ეს ამერიკული მხარის წინადადება იყო. თუ სპარსეთის ყურის რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო თარიღი ან ადგილი შეიცვლება, მზად ვართ სხვა ქალაქსა და ქვეყანაში შევხვდით. შეხვედრა შეიძლება გაიმართოს შვეიცარიაში, ასევე თურქეთში, როგორც დღეს აღვნიშნე. თურქეთი და შვეიცარია შესაძლო მასპინძელი ქვეყნებია, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროები. მიუხედავად იმისა, რომ ირანის რეჟიმის შესაძლო ცვლილება გრძელვადიან პერსპექტივაში ვლადიმერ პუტინის რეგიონულ ამბიციებს დააზიანებდა, მოკლევადიანი რისკები უფრო უკრაინისკენ იხრება. ექსპერტების შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში გამოიყენება ამერიკული პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანული დარტყმების მოსაგერიებლად. თუ კრიზისი გაგრძელდება, შესაძლოა გაჩნდეს პაკ-3 ტიპის რაკეტების დეფიციტი, სწორედ იმ რაკეტებისა, რომელთა მიწოდებასაც კიევი დასავლეთისგან მუდმივად ითხოვს. უკრაინა აცხადებს, რომ პატრიოტის რაკეტებს მაშინვე გამოიყენებს, როგორც კი მიიღებს, თუმცა გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო და ფინანსური დახმარება შეაჩერა, რის შედეგადაც კიევი ახლა დამოკიდებულია პარტნიორ ქვეყნებზე, რომლებიც იარაღს ამერიკის შეერთებული შტატებისგან ყიდულობენ და შემდეგ უკრაინას გადასცემენ. მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი გეოპოლიტიკურ ბალანსს ცვლის, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ის მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის შესაძლებლობებს უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად ვერ შეასუსტებს. უფრო მეტიც, თუ დასავლური რესურსები ახლო აღმოსავლეთში იქნება მიმართული, ეს შესაძლოა უკრაინისთვის დამატებითი გამოწვევაც კი იყოს.